ერთხელ რომ მომატყუე, შენი ბრალია. მეორედ რომ მომატყუე, უკვე კი ჩემი ბრალი. დღეს მინდა ვისაუბროთ ტყუილზე და იმაზე, ღირს თუ არა ტყუილის პატიება. ფსიქოლოგების თვალსაზრისით ტყუილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ხშირად გავუაზრებლად ტყუით. სხვათა შორის არსებობს სიცრუის ისეთი ფორმებიც, რომელიც საზოგადოებაშიც კი არის მიღებული, მაგალითად თეთრი ტყუილი. როდესაც სიმართლეს არ ვამბობთ იმ მიზნით, რომ სხვას გული არ ვატკინოთ. ან სოციალური თვითპრეზენტაცია, მაკიაჟი, ტანსაცმელი, ვარცხნილობა და ასე შემდეგ. მე ჩემი შეხედულება მაქვს ტყუილზე და გაგიზიარებთ იმას, თუ რატო არ უნდა მოვატყუოთ სხვა ადამიანები. სხვათა შორის ამას ჩემს შვილებსაც ვასწავლი. და აი რას გულისხმობ, როდესაც ჩვენ სხვა ადამიანს ვატყუებთ, შეიძლება ეს ადამიანი ვერ მიხვდეს, რომ ჩვენ მოვატყუეთ, გავიდეს წლები, თვეები და გონს ვერ მოვიდეს, მაგრამ ვიცით, რომ სამყაროში არსებობს კარმის კანონი და თუ ჩვენ დღეს ვიღაცა მოვატყუეთ და ეს ტყუილი შეგვრჩა, გავა დრო და ჩვენც მოგვატყუებენ. აუცილებლად, შეიძლება სხვა ადამიანმა მოგვატყუოს, არა იმის ხელით მოვტყუდეთ, ვინც მოვატყუეთ და გავაცურეთ, არამედ სხვა ადამიანი უეჭველად მოგვატყუებს და ეს ტყუილი უფრო მეტად გვატკენს გულს, ვიდრე ჩვენ ვატკინეთ სხვას ჩვენი ტყუილით გული. ჩემს პატარა გოგოსაც ამას ვასწავლი ხოლმე და სულ ვეუბნები, რომ არასდროს მოიტყუო. რაც არ უნდა, ცუდი გოგო გამოჩნდე, ესე ვთქვათ. ყოველთვის თქვი სიმართლე, იმიტომ რომ მერე შენც მოგატყუებენ და შეიძლება ეს არასწორი სწავლებაც იყოს, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბავშვი უფრო კარგად აღიქვამს იმას, თუ რატო არ უნდა მოიტყუოს. რატომ არის ტყუილი საზიანო სხვისთვისაც და მისთვისაც. ტყუილი რო ცუდია, ეხლა ყველა მიცის, არავინ არ დაიწყებს, რომ კარგია რომ მოვიტყუეთ და კარგია მატყუარა ადამიანები, ყველამ ვიცით ეგ ამბავი, ყველა ვაღიარებთ ერთხმად ამას, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ჩვენ ყველა ვიტყუებით. მნიშვნელოვანია ყოველდღურად გავიხსენოთ ის, რომ არ უნდა მოვიტყუოთ და ცუდი ჩვევა ტყუილის თქმა ნელ-ნელა ჩამოვიშოროთ. და თუ თქვენც ოდესმე გამხდარ ხართ ტყუილის მსხვერპლი და მოგატყუეს, მე ვფიქრობ, რომ მეორე შანსი ასეთ ადამიანებს არ უნდა მივცეთ. ვიდეოს დასაწყისში ვამბობ ასეთ ფრაზას, რომ თუ ერთხელ მომატყუე შენი ბრალია, ხოლო თუ მეორედ მომატყუე, უკვე ჩემი ბრალი. ეს ფრაზა გაჟღერდა წიგნის კლუბზე, რომელშიც ვარ გაწევრიანებული და იქვე გადავწყვიტე, რომ ვიდეოს ერთ-ერთ თემად გამოვიყენებდი და მართლაც ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვპატიობთ ადამიანებს რაღაც შეცდომებს, შემდეგ იმეორებენ და ფიქრობენ, რომ კვლავ ეპატიებათ და კვლავ ვაპატიებთ და კვლავ გადავყლაპავთ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთხელ პატიება არის შესაძლებელი, მაგრამ თუ ამჩნევ ადამიანს უკვე მეორედ, მესამედ და ასე შემდეგ ცდილობს შენს გაცურებას და მოტყუებას, ეს ადამიანი უკვე გვერდიდან უნდა ჩამოიშორო. ამიტომ ოტია იოსელიანის ამ ფრაზას აბსოლუტურად ვეთანხმები. და ძალიან მაინტერესებს ჩემი მსმენელის აზრი. ან გამოცდილება გქონიათ თუ არა ესეთი შემთხვევა, რომ ტყუილი მოისმინეთ, აპატიეთ და შემდეგ კვლავ მოგატყუეს, ან კიდევ მოგატყუეს, აპატიეთ და შემდეგ უკვე ამ ადამიანს თქვენთვის აღარ მოუტყუებია. ძალიან გთხოვთ კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შეხედულება ამ ფენომენის შესახებ და არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და გააზიაროთ ეს ვიდეო.